მაშასა რეკლამის შემდეგ დიალოგი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. პატარა დიდი მუსიკოსების ტრიუმფალური გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე, რა გამარჯვებები მოიპოვეს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის. პატარა მუსიკოსებმა ამის შესახებ დღეს შევიტყობ, ჩვენი სტუმრები არიან სასწავლებლის დირექტორი ქალბატონი ლელა ონიანი, გალინა ანისიმოვა, ვიოლინოს პედაგოგი და გამარჯვებულები წარმატებული მოსწავლეები თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ნათია ჯაჯანაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი, სოსონი ნიკელაშვილი და თეონა ჯინჭველაძე. მე მინდა ყველას მოგილოცოთ ეს წარმატება, ყველა თელაველის სახელით გისურვოთ საომავლო გამარჯვებები. ქალბატონ ლელა, მინდა პირველ რიგში თქვენიდან დავიწყოთ საუბარი და მოუთხროთ ჩვენს ტელემაყურებლებს უშუალოდ იმ კონკურსების შესახებ, რომელშიც იღებდით მონაწილეობას და გააცნოთ ეს ბავშვები ჩვენს ტელემაყურებლებს და გითხრათ კონკრეტულად სად და რა გამარჯვებები მოიპოვეს. დიდი სიამოვნებით, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ერთგულ მაყურებელს. და მე შევეხები იმ კონკურსებს, რომელიც ბოლო 2 თვის მანძილზე გამოვიარეთ, იმიტომ რომ თუ ყველას ჩამოთვლით ძალიან შორს წავალთ. ეს 2 თვე იყო ძალიან დაძაბულ რეჟიმში ვიცხოვრეთ და გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსები. აი ამ ბავშვებმა ნამდვილად მოიპოვეს უდიდესი წარმატება და აღიარება მოიპოვეს და რაც მთავარია ჩვენს ქალაქს ძალიან დიდ ასპარეზზე გაუთქვეს სახელი. მე კონკურსებიდან გამოვყოფდი ბახის ეროვნულ კონკურსს, წელს იყო ბახის 330 წლის თავი და ეს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, საქართველოს შეუერთდა ამ კონკურსების ნუსხას და ამ კონკურსების გამარჯვებულების სახელები, პირველი პრემიის ლაურეატები და გრან-პრი ჩაიწერა ოქროს ფონდში, ვინც გახდა მთელ მსოფლიოში ლაურეატები, ჩვენი ბავშვების გვარები, მათ გვერდისად არის ფონდში შესული. ამ კონკურსზე ძალიან საამაყოა, რომ მესამე პრემია მოიპოვა ჩვენმა სოსონი ნიკელაშვილმა, პირველი პრემია და კიდე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო ჩვენმა მიხეილ ოთარაშვილმა, ხოლო გრან-პრის მფლობელი და ასევე მთავარი პრიზის მფლობელი, რომელიც მე თბილისის მერიამ დააწესა, გახდა ნათია ჯაჯანაშვილი. მე ამის შემდეგ ეს იყო ძალიან კარგი სტარტი იმისთვის, რომ შემდეგ თურქეთში ამ ბავშვებს კიდევ უკეთესად წარმოეჩინათ თავისი თავი და შედეგმაც არ დააყოვდა. ეს სამივე პიანისტი, ნათია ჯაჯანაშვილი, მიხეილ ოთარაშვილი და სოსონი ნიკელაშვილი, ნამდვილად მე ვიტყოდი, რომ გაბრწყინდნენ ამ კონკურსზე და ჟიურის წევრების და მსმენელთა დიდი გაოცება გამოიწვიეს, იმიტომ რომ ბევრმა არც კი იცოდა, სად იყო ქალაქი თელავი, საქართველოს მივახვედრეთ, რომ ეს არ იყო ამერიკის შტატი და ყველამ თავის კატეგორიაში აიღო პირველი პრემია. და ყველაზე დიდი ქება ჩემთვის ის იყო, რომ ლიტვიდან იყო ჟიურის თავმჯდომარე და მან ასეთი რამ კითხა, მე თქვენ გეპატიჟებით ლიტვაში, იმიტომ რომ თქვენი ბავშვები კი არ უკრავენ სცენაზე, არ უკრავენ კონკურსზე, ისინი უბრალოდ მუსიცირებენ. და ამაზე დიდი შექება მე მგონი მუსიკოსისთვის არ არსებობს და ჩვენთან არის პატარა მევიოლინე, ჩვენი თეონა ჯინჭველაძე, რომელიც არაერთი კონკურსის ლაურეატია, მაგრამ ახლა ბოლო დროს ჩატარდა ძალიან პრესტიჟული ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი კონსერვატორიაში, სადაც თეონამ მიიღო მონაწილეობა როგორც კონკურს გარეშე მონაწილე, იმიტომ რომ კონკურსში მხოლოდ 16 წლიდან დაიშვებიან, მაგრამ თეონამ ტოლი არავის არ დაუდო, მან მოიპოვა სპეციალური პრიზი, ეს არის თამარ გაბარაშვილის პრიზი და კიდევ ჯილდო ის დაუკრავს ორკესტრთან ერთად თბილისში მიწვეულია. ის არის აგრეთვე ეროვნული კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქართველოში პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა სიმებიანი და საერთოდ საორკესტრო საკრავების, თეონამ იქ მოახდინა ტრიუმფი და აიღო პირველი პრემია. ასე რომ ჩვენ დღეს უბრალოდ არ გვესწრება კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მოსწავლე, რომელიც ხვალ უნდა ჩამოფრინდეს პარიზიდან და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, ფიქრობ მთელ ქალაქს გავახარებ, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენი პატარა მარიამი, რომელიც ფაქტიურად ეხლა სინჯებისთვის მიიწვიეს პარიზში და თვითონ დააფინანსა საფრანგეთმა, მოხდა ეს არის სოს ტალანტები, ასე ქვია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლია თუნდაც ხატია ბუნიათიშვილი.
ეს არის მიშელ სონი, ასეთ ძალიან ცნობილი პედაგოგი, აქვს თავისი სისტემა და მთელ სოფლიოში ეძებს უნიჭიერეს ბავშვებს. და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მოხდა წელს აი ესეთი შერჩევა და მხოლოდ ჩვენი მოსწავლე გახდა მისი ესეთი საამაყოა. ხვალ ჩამოფრინდება, მე ელოდება შვეიცარია და მე ისევ პარიზში ექნება სოლო კონცერტები. და ჩვენ გვაქვს კადრები ძვირფასო ტელემაყურებლებო იმ კონკურსების შესახებ, რომლის შესახებაც საუბრობდა ქალბატონი რელა და მცირე ფრაგმენტები ბავშვების გამარჯვების ცერემონიალი შეგვიძლია ვნახოთ ეს ფრაგმენტები ახლა პირდაპირ ეთერში. ნიკელაშვილი სოსო ფორტეპიანო თემა. ოთარაშვილი მიხეილი ფორტეპიანო თემა. იმიტომ პირველი სტიპენდიანტი და პირველი წევრი ჩვენი ფონდის, რომელიც გვინდა რომ დავაყენოთ ამ გზაზე და ზურგის ქარი უსურვოთ, ეს არის ჩვენი არჩევანი დღეს. სად არის? მიხეილ ოთარაშვილი. დანარჩენი ბავშვებისთვისაც. დიდი მადლობა. პრიზი არტისტიზმისათვის. კონცერტი პარიზის საერთაშორისო ფესტივალზე. ეს არის კონცერტი, რომელიც მექნება პარიზში და მე ერთ განყოფილებას მე დავუკრავ და მეორე განყოფილებას დავუთმობ ამ ახალგაზრდას. და ეს პრიზი გადაეცემა ქალაქ თელავის სამუსიკო სასწავლებლის მე-6 კლასის მოსწავლეს მიხეილ ოთარაშვილს. სიამოვნებით ატყობინებთ, რომ რამფის ფლობელს დაუდგება გვერდზე და უზრუნველყოფს მის მოგზაურობას ოქტომბრის თვეში ლაპოსთან ერთად კანარის კუნძულებზე ტენერიფას საერთაშორისო იოგან სებასტიან ბახის სახელობის ეროვნული კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. გაიმარჯვა ქალაქ თელავმა და მოიგო ნათია ჯაჯანაშვილი.
შეიძლება დაერქვა სპეციალური პრიზი, უნდა უბრალოდ მინდა გამოხატო ჩემი რაღაცნაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება და როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის 23-24 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტარდება თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, სადაც მონაწილეობენ ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, მე, ირმა გიგანი, მარინა ნადირაძე, გიორგი ხარაძე საფრანგეთიდან, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ვალერიან შიუკაშვილი, კენაისო იაპონიიდან, რუსეთიდან ჩელისტიდან შაპოვალოვი, ჰოლანდიიდან საფორტეპიანო დუეტი ძალიან ცნობილი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტა. მინდა რომ მეგონა საინტერესო ფესტივალი გამოვა და მინდა რომ ამ ფესტივალზე დასასწრები ყველა კონცერტზე დასასწრები 2 ბილეთი გადავწერ ერთ-ერთ მონაწილეს და იგივე მონაწილე დავპატიჟო თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ეროვნულ კონკურსზე ბურჯომში, რომელიც 2015 წლის 15-20 ივნისს ჩატარდება. რა თქმა უნდა, ეს განთავსებული იქნება გადასახადისგან და საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის განმავლობაში მისი ყოფნის ხარჯებს. ეს არის ნათია ჯაჯანაშვილი. მაშასი ამ სასიამოვნო კადრების და სასიამოვნო კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით ის წარმატებული მოსწავლეები, რომელსაც თქვენ კაცი ხედავდით, დღეს დიალოგის სტუმრები არიან და მე მინდა სწორედ მათ ვკითხო, რა შთაბეჭდილებები დაბრუნდნენ კონკურსიდან და რას ნიშნავს მათთვის კლასიკურ მუსიკასთან ზიარება. კონკურსის შთაბეჭდილებები და განცდები იყო ჩემთვის უდიდესი, რადგან ასეთი დიდი პრიზი არასდროს არ ამიღია, გრან-პრი ავიღე. და ძალიან დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი. რას ნიშნავს ჩემთვის მუსიკასთან, კლასიკურ მუსიკასთან ზიარება? ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, რადგან ამისი აღქმა ბევრს არ შეუძლია და მე იღბლიანი ვარ, რადგან ამისი აღქმა შემიძლია და ფორტეპიანოზე დაკვრას და შესრულებაც. მოსმენაც უჭირთ ხოლმე ამ სირთულეების გამო? კი, მოსმენაც ნიჭია ვფიქრობ ამ მუსიკით. კაუნოგალინა, თქვენ მინდა კითხოთ, თქვენი მოსწავლე წარსდგება ამ რამდენიმე წუთში ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე, რას ნიშნავს, როდესაც თქვენი მოსწავლეები ასეთ დიდ წარმატებებს აღწევენ თან საერთაშორისო ასპარეზზე? Я по-русски скажу. Можете по-русски. Я хочу добавить к Лелиным словам, что Теона очень способная и, по мнению многих жюри, очень перспективная девочка. И она заслужила уже не только телавских зрителей любовь и признание, и тбилисских тоже. Выступает очень успешно на многих конкурсах, на всех концертах, присутствует на мастер-классах. И я желаю ей, чтобы она продолжила таким же трудолюбием занималась и впоследствии. Чтобы это не только сейчас было в маленьких годах, чтобы она наше телавское общество музыкально прославила во взрослом виде. საინტერესოა თავად თეონას ვკითხოთ, როგორც ჩვენი პედაგოგი ამბობს, აპირებ თუ არა რომ გაყვე კლასიკურ მუსიკას. ასურვილი გამოთქვა რომ გაყვე კლასიკურ მუსიკას და ამით არ შემოიფარგლოს შენი ზიარება კლასიკურ მუსიკასთან და ვიოლინოსთან. მე ძალიან მინდა გავყვე მუსიკას, მაგრამ შევეცდები გავყვე, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდეს. როგორი გულწრფელი იყო. მოდი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარე იმ ფესტივალიდან, სადაც იმყოფებოდი.
მე ძალიან მომეწონა, მაგრამ არც ველოდი ესეთ პრიზს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო და მე მომეწონა ისა პირველი პრემიის მფლობელები. და ვინ იყვნენ ისინი? არ ვიცი, მე მომეწონა ჩელო. კარგი, გენეცოლ. რაც შეეხება ემოციებს, დავიწყებ ემოციები იყო ძალიან დიდი, იყო ნერვულობა სცენაზე გასვლის წინ და იყო სიხარულის და ბედნიერებაც. როდესაც გავიგე, რომ ანუ ჩემი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ პირველი პრემიის მფლობელი გავხდი, ძალიან გამიხარდა. და მეორე კითხვას რაც შეეხება რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მისაღებია რომ თავარია გიყვარდეს კლასიკა, ასევე ნიჭიც არის საჭირო, მაგრამ ნიჭიც კი ნიჭია საჭირო, რაც შენ უხარ გაქვს. გაყოლოს კი ნიჭია საჭირო, მაგრამ ანუ შეიძლება მისი მოსმენაც და შიგნით რომ კონდეს. ოც თითოეული ასეთი ფესტივალზე გამოსვლა ჩემთვის არის დიდი პატივი და ასევე დიდ გამოცდილებას ვიღებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ პედაგოგ ქალბატონ შორინა შაშიაშვილს, რადგან მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და რა ვიცი ვაპირებ ბევრ ფესტივალზე გასვლას და იმედია ვასახელებ არა მარტო თელავს, არამედ საქართველოს. და შეგიერთეთ ამ სურვილებში და ძალიან დიდი წარმატება, ბევრი წარმატება გისურვოთ, რომ მასახელოთ როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე კახეთი და რა თქმა უნდა თელავი, ქალაქი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და ახლა უნდა მოусმინოთ თეონა ჯინჭველაძეს და რა შეგვისრულებთ თეონა? ნაწყვეტი კონცერტიდან აკოლიაის ლა მინორი. სიამოვნებით მოგისმენთ. ძალიან დიდი მადლობა, ხედავდი შენი მასწავლებელი როგორ ნერვიულობდა და წარმომიდგენია რა იქნებოდა კონკურსებზე. და როგორც ვიცი, ზარია ეთერში. თუმცა გაითიშა ჩვენი ტელემაყურებელი, მე მაქვს რომ კლავ და რეკავს და მე მინდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, საუბრობდნენ თქვენი მოსწავლეები, რომ დიდი ნიჭი სჭირდება კლასიკური მუსიკის აღქმას. რამდენად ბევრი მიმდევარი ჰყავს, თუნდაც განსაკუთრებით ალბათ რეგიონების პრობლემაა, სადაც ნაკლებად ხდება ზიარება, მაინც ასე თუ ისე ჩვენ კიდევ ის გვეხმარება, რომ აქ არის შვენიერი სამუსიკო სასწავლებელი თქვენი სასწავლებლის სახით და რა მუშაობა უნდა ჩატარდეს იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი მოსწავლე გამოვავლინოთ, მეტი ნიჭიერი მუსიკოსი. რა პრობლემებს ხედავთ, რომ უფრო მეტი ბავშვი ეზიაროს კლასიკურ მუსიკას? ეს პრობლემა არა მარტო ჩვენ ქალაქში და არა მარტო საქართველოში, ეს პრობლემა არის მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ეხლა მთელი ახალი თაობა უფრო პრაქტიკულად აზროვნებს და ორიენტირებული არიან იმ სპეციალობებზე, რომლებსაც უცებ დაეუფლებიან და ექნებათ შემოსავალი. ჩვენი სპეციალობა, ჩვენი სფერო ისეთია, რომ ნიჭთან ერთად, რა თქმა უნდა, მოითხოვს უდიდეს შრომას. კონკურენციაც ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ უნდა გყავდეს კარგი პედაგოგი, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, უნდა გქონდეს შესაბამისი გარემო, აუცილებელია გახვიდე ფესტივალებზე, კონკურსებზე, სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ გამოცდილება ზოგჯერ მეც ნიშნავს დაუშვათ, ვიდრე კარგი ნამეცადინები. ქალბატონო ლელა, განაგრძოთ ამ თემაზე საუბარი, მანამდე მოусმინოთ ტელემაყურებელს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით და გისმენთ. გთხოვ დასვათ კითხვა, დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. სამწუხაროდ ვერ ხერხდება ტექნიკურად ტელემაყურებლის ჩართვა.
მე გავაგრძელებ იმ თემას, თქვენი კითხეთ რეგიონების შესახებ. მე ძალიან ხშირად ვღებულობ კონკურსების ჟიურში მონაწილეობას, როგორც აღმოსავლეთის ზონაზე, ასევე ახლა გახდით სენაკის ფესტივალზე, სადაც მთელი დასავლეთის ზონა მოვისმინე და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ესეთი აზრი, რომ რეგიონებში უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვია, ვიდრე დედაქალაქში. ისინი ემოციურად უფრო სავსენი არიან, მათი ნიჭი არის ზეგავლენებისგან უფრო დაცული და უფრო ხალასი. უბრალოდ მე აქვე მინდა დავძინო, რომ ამ ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ თანადგომა, სჭირდებათ ხელშეწყობა, იმიტომ რომ ასეთ პროექტებში მონაწილეობა გარდა იმისა, რომ ბავშვი უნდა იყოს მზად, თხოვლობს გარკვეულ თანხას, იმიტომ რომ ფინანსური დახმარების გარეშე სამწუხაროდ ამ პროექტებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. და ამიტომ მე ახლა არ ვიცი რამდენად ეს ჩემ კითხვასთან ახლოს არის, მე აუცილებლად მინდა ბატონი არჩილ თლაშიძის გვარი გავახმოვანო, იმიტომ რომ თურქეთში წასვლის წინ ჩვენ შეგვექმნა ფინანსური პრობლემები და ბატონი არჩილის ჩარევის შედეგად, რომელმაც ფიზიკურ პირებს თხოვა დახმარება და ეს იყო სასტუმრო ლოპოტა და სასტუმრო შატომერე, მოხერხდა ამ ბავშვების დაფინანსება და აგრეთვე ძალიან დაგვიდგა გვერდით თელავის ღვინის მარანი. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი ბავშვების გვერდით დგომა უნდა იყოს ყველასთვის ეროვნული საქმე. და როგორც მათყობინებენ, კვლავ ტელემაყურებელია ეთერში და იმედი მაქვს, რომ ტექნიკურად მოვახერხებთ მის ჩართვას. მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობის. საქართველოს ამიტანა კარგ ბავშვებს ძალიან ბევრი ინტერიერი ბავშვი და ძალიან კარგი მასწავლებელია, რომელიც დაუხასებელია და მაგალითად არათომ დაუხასած ქადაგებელია კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დიდი მადლობა, რომ თქვენ ხელში ვარდებით და თქვენი სახით ყველა მასწავლებლებს, ყველა კარგ მასწავლებლებს ვისურვებ დიდ წარმატებას. ფერომა არის ის თქვენი ფასი და მე მინდა გაიგოს თელავმა თქვენი და თქვენი მოსწავლეების ფასი. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ამ სასიამოვნო სიტყვებისთვის და იგივე კითხვით მინდა ქალბატონ გარინასთან გადავიდეთ. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ იმისთვის, რომ უფრო მეტად გახდეს კლასიკური მუსიკა პოპულარული, განსაკუთრებით რეგიონებში, რაზეც ქალბატონი ლელაც საუბრობდა? Ну, я тоже вижу в том проблему. Во-первых, финансирование. У нас нет инструментов для того, чтобы дети, они не могут покупать по материальным таким соображениям. Если вот Лела правда сказала, какая-то маленькая помощь будет, потому что у нас инструменты меняются через каждые 2 года. И это очень дорого стоит. И если помогут нам, то... А в остальном только труд. Больше ничего. შრომის გარეშე წარმოუდგენელია ყველაფერი და дети очень талантливые, очень способные. Ну, вот эта задержка бывает, потому что когда переходный возраст переходит, менять инструменты у них нету. Вот, так что я желаю, чтобы... ფინანსური პრობლემები მხოლოდ კლასიკური მუსიკის დარგში არ გვაქვს ალბათ და ჩვენი გადაცემის ბოლოსკენ მე მინდა მოგცეთ საშუალება, დარწმუნებული ვარ, იმხელა და იმდენი გამარჯვება გქონდათ, რაზეც საუბრობდით, რომ სამომავლოდაც საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვანი გეგმები გექნებათ და მხოლოდ მუსიკალური სასწავლებლის კუთხით არა, მე ვიცი, რომ სხვა ფესტივალები ტარდება ხოლმე, ჩამოდიან დიდი მუსიკოსები და მე მინდა უბრალოდ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომელსაც უყვართ კლასიკური მუსიკა, უთხრათ თუ რა გველის უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში მე კარგი საშუალება მომეცა ახლა რომ გავახმოვანო 13 რიცხვში კომპოზიტორთა კავშირთან ერთად ჩვენ გეგმავთ შალვა დავითაშვილის საღამოს ჩატარებას, როგორც მე ვიცი, მერეა ჩართულია ძალიან აქტიურად ამ ღონისძიებაში და ერთ-ერთ ქუჩას უნდა მიანიჭონ მისი სახელი, გაკეთდება მემორიალური დაფა ალბათ პირველ სკოლაში, შემდეგ კონცერტი იქნება სამუსიკო სასწავლებელში. ზუსტი დრო სამწუხაროდ ჯერ არ არის ცნობილი, მე ძალიან გთხოვთ მიადევნოთ თვალყური სასწავლებლის Facebook-ს, აფიშებს და ყველას გთხოვთ მობრძანდეთ, იმიტომ რომ ბატონი შალვას სიმღერა თელავზე მე მგონი ნამდვილად თელავის ჰიმნია.
და მას აქვს ძალიან საინტერესო ჟანრობრივად სხვადასხვა ნაწარმოებები მობრძანდით და უფრო კარგად გაეცანით ბატონ შალვას შემოქმედებას. შემდეგ ჩვენ 15-დან 20-მდე მივემგზავრებით ბორჯომში, სადაც სტარდება გიზი ამირჯიბის სახელობის პირველი ეროვნული კონკურსი, სადაც ჟიურში არიან ქალბატონი თამარ ლიჩელი, საშა კორსანტია, ვალერიან შიუკაშვილი, აბსოლუტურად ყველა ქართველი ვარსკვლავი ჩამოდის და უსმენენ ამ ბავშვებს. ძალიან ვღელავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ჩვენ პოზიციებს არ დავთმობთ. თეონა არის მიწვეული სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და თბილისში ის წარსდგება ფართე მაყურებლის წინაშე. თეონა, რომელსაც დღეს მოусმინეთ. შემდეგ ჩვენ ოქტომბრის თვეში კანარის კუნძულებზე ნათია წარადგენს და დაიცავს ტენერიფას საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს ღირსებას. მიშო არის როგორც გაჟღერდა რეპორტაჟიდან მიწვეული საფრანგეთში და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ექნება სოლო კონცერტი. აი დღეს დილით გავაცილეთ ჩვენი ბიბერახელი მეგობრები, რომლებიც ყავდნენ სტუმრად და 26-ში ეს ბავშვები წარდგენ მათ წინაშე. და უბრალოდ მათ გაოცება საზღვარი არ ქონდა და მათ სიხარულს. აქვე მინდა დავძინო, რომ მარიამი მაისურაძე დღეს არ არის ჩვენთან ერთად, რომელიც ჩელოზე უკრავს და ეს ინსტრუმენტი პირველად გერმანელებმა გვაჩუქეს და სწორედ მათი წყალობით ჩელოს კლასი გაიხსნა სამუსიკო სასწავლებელში. აი ეს ბავშვები მიწვეულებერიან გერმანიაში ნოემბერ-დეკემბრის თვეში. და ესე წინადადება იყო თუ ეცლებათ ჩვენ ყველანაირად დავაფინანსებთ მათ ჩვენთან ჩამობრძანებას, ოღონდ ჩამობრძანდით და გამართეთ კონცერტები. ეს მე მგონი ძალიან დიდი პატივია. ამას გარდა გველოდება ეროვნული კონკურსი და შემდეგ ჩვენ აუცილებლად რომელი ტრადიციულად ჩავატარებთ აუცილებლად კახეთის ფესტივალს, სადაც ეს ტარდება პატრიარქის პატრონაჟით, ამას ატარებს ხელოვნების აკადემია ბატონი ვალერიან შიუკაშვილის თაოსნობით და მე ხლა ბატონი ვალერიანი ალბათ ვერ ისმენს, მაგრამ მე Facebook-ზე აუცილებლად დავდებ თქვენ გადაცემას. საერთოდ ვთვლი, რომ ბატონი ვალერიანი აკეთებს უდიდეს საქმეს. აქტიურად გეხმარებათ, ხშირად ჩანს თქვენთან, მასტერკლასებსაც ატარებს, როგორც ვიცი. არა მარტო ჩვენთან, ბატონი ვალერიანი მოიცავს მთელ საქართველოს, მთელ რეგიონებს და ის ყველას მეგობარია. აბსოლუტურად ესე იგი მისი დიაგნოზი ბავშვის ნიჭიერების შესახებ ყოველთვის არის უტყუარი და ის ცდილობს რომ ამ ბავშვებს გამოუნახოს რაღაცა გზა, მისცეს სტიმული, მასთან ურთიერთობა ბავშვებისთვის ეს არის საოცრება. ეს არის რაღაცა ზღაპრული სამყარო, რომელშიც თუ კი შევა ბავშვი უკან გამოსვლა აღარ მოუნდება და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთ ადამიანთან ჩემს მოსწავლეებს აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი. ამას გარდა ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი იგივე სავიცკი, ანიტა რაჭველიშვილი, რა ვიცი, შეიძლება პატა ბურჭულაძეც ჩამოგვიბრძანდეს, რაღაც გეგმები გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ ადამიანებთან ურთიერთობა განაპირობებს იმას, რომ სასწავლებელში ყველა მოსწავლეს აქვს მისწრაფება, რომ გახდეს ლიდერი, იდგეს დიდ სცენაზე და წარმატებები მოიპოვოს და მე აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, მიუძღვის ქალბატონ ელისო ვირსალაძის ფესტივალს, რომელიც ყველა თელაველისთვის და არა მარტო თელაველისთვის არის მართლაც სულიერი საზდო და რომელსაც ჩვენ მთელი წელი ველოდებით და უკვე ოქტომბერში ეს ფესტივალი ისევ ჩატარდება, ასე რომ იქაც გეპატიჟებით ძვირფასო თელაველებო. ძალიან დიდი მადლობა, როგორც შევიტყეთ, წინ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დიდი გეგმები გაქვთ, მე მინდა გისურვოთ წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი ასეთი იყო დღევანდელი დღე დიალოგში. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ნახვამდის.